ქირურგიის ეროვნული ცენტრი ზოგადად ცნობილია მაღალ ტექნოლოგიური თანამედროვე აპარატურისა და თანამედროვე სამედიცინო სერვისების დანერგვით. სიახლეა ცენტრის ფილიალი, რომელიც აჭარაში, კერძოდ ბათუმში უკვე გაიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ის სიახლე, რაც თბილისში ინერგება, უკვე ხელმისაწვდომია აჭარის მოსახლეობისთვისაც. პაციენტებს უკვე შეუძლიათ მიიღონ თანამედროვე სამედიცინო სერვისი ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკაში. ჩვენი სტუმრები არიან სისხლძარღვთა ენდოვასკულური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან გოგლიაშვილი და ანგიოქირურგი გიორგი კუტივაძე. მივესალმებით. თქვენი დამსახურებით ჩვენ ეს სამედიცინო ტერმინოლოგიაც ძალიან დავუხვეწეთ ამასობაში, მინდა გითხრა ბატონო ლევან. მადლობა მობრძანებისთვის. საუბრობთ ვენურ დაავადებებზე, რომელსაც არ უყვარს სითბო და შესაბამისად ამ სეზონზე უფრო მეტად აქტიურდება. ავხსნათ პირველ რიგში რა არის ვენური დაავადებები, ხო? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს თემა, რა თქმა უნდა, ძალიან აქტუალურია და სწორად აღნიშნეთ, ტემპერატურის მატებასთან ერთად სიმპტომების გამოვლენადობა უფრო იზრდება. მინდა თავიდან ხაზი გავუსვა, რომ ეს დაავადება ადამიანის კაცობრიობას აწუხებს, რაც ალბათ გადავედით ორ ფეხზე, რაც გადავედით. ანუ აი ამდენი ხანი შეიძლება უკვე ეს დაავადება არსებობს და ის ფაქტი, რომ ამ დაავადებაზე ინფორმაცია გვხვდება, თქვათ, ეგვიპტურ ჩანაწერებში, პაპიროსებში დაწერილი კიდე და ასევე რომ საბერძნეთში ნაპოვნი არის ტაძარი, რომელიც უფრო კედელი, რომელზეც გამოხატულია ფეხი, დაკლაკნილი ვენით, ეს ნიშნავს, რომ ეს დაავადება ჯერ კიდევ მაშინ იყო სოციალური პრობლემა. რა საინტერესოა. დღესაც აქ ჩვენ ახან ვართ ამ თემაზე ვსაუბრობთ, ჯერ კიდევ არ კარგია აქტუალობა. სიმპტომები როგორია ხო ამაზეც ვსაუბრობთ. ქრონიკული ვენური დაავადება, ეს არის ქრონიკულად მიმდინარე პროცესი, რომლის დროსაც ხდება ქვემო კიდურის ვენებში ვენების დაზიანება. კონკრეტულად ხდება ვენის დილატაცია, სარქლოვანი უკმარისობა, ანუ სარქლების აღარ მუშაობს კარგად, აღარ იჭერს სიცხლს, რის გამოც ფართოვდება სისხლძარღვები და ვიღებთ სიმპტომებს, როგორიც არის შეშუპება, სიმძიმის შეგრძნება, წვა, ქავილი, კანის ფერის შეცვლა და ტკივილი. ხო, ეს არის სიმპტომატიკა. თუმცა მე რამე ეცი კითხოთ, რამდენად არის დამახასიათებელი ეს ასაკობრივი ჯგუფებში? ანუ რაღაცა თავისი სეგმენტი ყავს ამას, რომ შეიძლება დაუშვათ დაბალ ასაკშიც გქონდეს ამ დაავადებასთან შეხება. დაავადების გამომწვევი სიმპტომებზეც რო ვისაუბროთ და მაგითხოს პასუხი რო გავცეთ, არის რომ ანუ ჩვენ შეგვიძლია დავყოთ ესე რომ არსებობს გამომწვევი ფაქტორები, რომლებიც ამ დაავადებას ანუ პაციენტთან დაკავშირებული გამომწვევი ფაქტორები და არსებობს გარემო პირობების მიერ გამომწვეული გარემო პირობები, რომლებიც იწვევენ ამ დაავადებას. პაციენტთან დაკავშირებული არის ასაკი, რა თქმა უნდა, ქალებს კონკრეტულად ემართებათ ასევე ჭარბი წონა, მედიკამენტების მიღება, როგორც არის კონტრაცეპტივები და ჰორმონული პრეპარატები, ორსულობა, რა თქმა უნდა, გამომწვევი ფაქტორი. რაც შეეხება ასაკს კონკრეტულად და გენეტიკური ფაქტორი, რა თქმა უნდა, თუ მაგალითად ორივე მშობელს აქვს ქრონიკული ვენური დაავადება, მაშინ 50%-ზე მეტი შანსია, რომ ქალბატონებს ჰქონდეთ. ანუ გენეტური განწყობაში. მამაკაცებში არის დაახლოებით 25%, რომ გადაეცეს ეს. სამწუხაროდ ჩვენ ყავს პაციენტები 18-17 წლის და უფრო ახალგაზრდებს უკვე აქვთ განვითარებული ქრონიკული ვენური დაავადება და რა თქმა უნდა ესეთ პაციენტებსაც მე შესაბამისად მკურნალობა. ხო, აი მაგ მკურნალობის მეთოდებზე და გარკვეულ ნაწილზე ჩვენ გადავალთ აუცილებლად თან ძალიან მნიშვნელოვანია რომ რეგიონული ხასიათი მიიღო ამან უკვე. თუმცა მაგამდე გიორგი, რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს თუ ამას ყურადღება არ მივაქციეთ? არის მკურნალობა, არის ქირურგიული ჩარევა, ეს ამ ყველაფრის იგნორმა რა შეიძლება გამოიწვიოს? მოგესალმებით, ჩვენ მაყურებელს, რა თქმა უნდა გართულებები არც თუ ისე მარტივი გართულებები აქვს ამ დაავადებას. პირველ რიგში ქრონიკული ვენური დაავადება იწყება, პაციენტებს ეწყება სიმძიმის შეგრძნები, შეშუპება ეწყება პაციენტებს, რამე მოსვენარი ფეხის სინდრომი აქვს და რა თქმა უნდა არ მკურნალობის შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში რომ პაციენტების 80%-ზე მეტი არ აქცევს ამ დაავადებას ყურადღებას და ამკურნალობს და ჩვენთან უკვე შორსწასული ფორმებით მოდიან უკვე, როცა ვენები გამობერილი აქვთ, გაფართოებული აქვთ, ვიზუალურადაც უკვე ეტყობათ, ტკინეული არის და მინდა გამოვყო ორი ისეთი გართულება ამ დაავადების, ერთ-ერთი არის წყულების გაჩენა ფეხზე, კანის ფერის ცვლილება ეწყება, ძალიან ტკივილები აქვს და შეიძლება სავალალო მდგომარეობადაც მივიდეთ. და ეს უკვე დაგვიანებული შემთხვევაში და რა თქმა უნდა ყველაზე რთული გართულება ეს არის არსებული ეგრეთ წოდებული ყველასთვის ნაცნობი თრომბი, რომელიც შეიძლება რა თქმა უნდა და უკვე დგება საკითხი, რომ პაციენტს შეიძლება სასწრაფო ოპერაციაც კი დაჭირდეს და ის აი მინდა გითხოთ ლაზერულ აბლაციაზე რა არის ეს რა მეთოდია და თქვა რა არის მისი უპირატესობა თქვა სხვა მკურნალობის? რა შეიძლება მკურნალობა
მკურნალობას პირველ რიგში არსებობს ოპერაციული და არაოპერაციული მკურნალობა. ხო, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ თუ ადრეულ სტადიაზე მოვიდა პაციენტი, რა თქმა უნდა, ვცდილობთ, რომ კონსერვატორული მკურნალობით დავიწყოთ და იმის დამიხედვით გავაგრძელოთ ჩემთან მკურნალობა, მაგრამ რაც შეეხება ლაზერულ აბლაციას, ეს რო ლაზერული აბლაცია დაიგეგმოს პაციენტთან, პირველ რიგში ჭირდება გამოკვლევა, რა თქმა უნდა, პაციენტს. ოქროს სტანდარტი გვაქვს ეგეთი ქვემოკლიდურების ვენების დუპლექს სკანირება ქვია სამედიცინო ენაზე, რომლის ვადგენთ ვენის მდგომარეობას რა, სისხლის ნაკადი როგორ მოძრაობს ვენაში, რა, ვენაში არსებობს სარქველები, რომელიც არეგულირებს სისხლის მიმოქცევას ქვემოდან ზემომმიმართულით. ეს დადგინდეს და იმის დამიხედვით უკვე უნდა გადაწყვიტოს ექიმმა კონკრეტული მკურნალობა. ეს მეთოდი გადაგება თუ რა უნდა კითხოთ? ხო, მე ერთ რამე უნდა ჩაგეჭრათ. მე როცა განვითარებული ქვეყნების მაგალითებს ვადევნებ ხოლმე თვალს ზოგადად, მათ შორის სამედიცინო მიმართულებით არის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე დეცენტრალიზაცია რაღაცებს. ყველაფრის, ყველა მიმართულებით რომ რაღაც ლოკალურად მაგალითად დედაქალაქში იყოს ხოლმე სისტემა. ის რომ იხლა აი ამ სერვისის მიღება მაგალითად ბათუმში შეუძლიათ პოტენციურ პაციენტებს, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი. აბა ამაზე მინდა კითხოთ. ხელმისაწვდომო ამაზე მინდა კითხოთ. მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, რა არის ლაზერული აბლაცია? მოკლედ ლაზერული აბლაცია არის დაზიანებული ვენის სპეციალური შუქავტარით ამ ვენის დაწვა, ესე რომ ვთქვათ, არსებობს ღია ოპერაცია და ლაზერული ოპერაცია. რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობა ღია ოპერაციასთან შემთხვევაში იმხრივ პაციენტისთვის არის გამარტივებული. ანუ ღია ოპერაციის დროს პაციენტს ჭირდება განაკვეთები, ჭირდება სპინალური ანესთეზია, უნდა დარჩეს კლინიკაში, რა თქმა უნდა, შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდი, რა თქმა უნდა, აქვს ღია ოპერაციის ნაკერების მოსახდება და ასე. ხადია, უფრო კომპლექსურია. ლაზერული აბლაციის დროს მხოლოდ დაზიანებულ ვენაში სპეციალურ კათეტერის ჩაყენებით შევდივართ სპეციალურ შუგამტარი ან შნური, ესე რომ ვთქვათ, რომელსაც აქვს ლაზერის სხივი თავი ესეთი, რომელიც ეს ვენა იწვება. რა თქმა უნდა, ეს ხდება ადგილობრივი ანესთეზიით, სადაც ვენის გაყოლებაზე ხდება სპეციალური სითხე შეყავს ვენაში, როცა გამომიჩნოთ სპეციალური ქსოვილებიდან ეს ვენა, იმიტომ რომ დაწვის მომენტში შეიძლება დაიწვას ქსოვილები, და ამიტომ შეყავს ეს გამაყუჩებელი, ესე რომ ვთქვათ, სპეციალური ხსნარი, პაციენტი რა თქმა უნდა ვერაფერს ვერ იგებს და ოპერაციიდან 1 საათის ვადაში, ოპერაცია როცა მორჩება, 1 საათში პაციენტი უკვე მიდის სახში. ისე მარტივად, ისე მარტივად ავნებულობ არაფერს. ხშირი არის ეს კითხვები, ანუ პირად შეტყობინებაშიც კონტროლით ხო არ უყვარს ხო, რა თქმა უნდა, აი ექიმო ზაფხულში რო არ გავიკეთო და სიცხეში არ გავიკეთო, ანუ ჯერ ესე როგორც შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული კვლევები ჩატარებული არ არის, რომ ზაფხულში უნდა გაიკეთოს პაციენტმა თუ ზამთარში, მაგრამ ჩვენი გამოცდილებიდან უფრო მეტი მომართვიანობა გვაქვს ზაფხულში, უფრო მეტი ოპერაციული ჩარევას ვაკეთებ ზაფხულში, შეიძლება ითქვას თამამად, ვიდრე ზამთარში, მაგრამ ესე რომ ვთქვათ, რომ რამე შეზღუდვა შეიძლება ქონდეს პაციენტს ზამთარი იქნება თუ ზაფხული, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ანუ შედეგიანობა ერთი და იგივეა, პრობლემებს არ ქმნის, რა თქმა უნდა, გართულებები ისეთი არაფერი არ არის. ბოლოსკენ ნელ-ნელა რა წავიდეთ, ლემან, ისევ მაგაზე უნდა გავამახვილო ყურადღება, რომ თუ მაგალითად ადრე დასავლეთიდან პაციენტებს უწევდათ თბილისში ჩამოსვლა თქვენთან ამ სერვისის მისაღებად, თქვენ არის სპეციალისტების უკვე იქ ყოფნა პარალელურ რეჟიმში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. ხო, ფილიალი გულისხმობს იმას, რომ ძალიან დიდი კომფორტია მარტივად რო ვთქვათ რა, რომ იღებ თუ არა სრულ მომსახურებას, ამას მინდა ხაზი გაუსვათ ბათუმში ამ შემთხვევაში. და ხო, რა პლუსი აქვს ამას, რომ აღარ უწევთ დაუშვათ დედაქალაქში მოგზაურობა ამ დაავადებით, სადაც დრო ალბათ სამნიშნელოა. გიორგის სიტყვას დავამატებ, რომ ანუ უფრო კარგად რო გამოხატოთ პაციენტი მოსვლიდან გაწერამდე ამ ოპერაციას 3-4 საათი ჭირდება სულ. ანუ მთელი წლები რო აქვთ ქრონიკული დაავადება და ვენები რო აქვთ, ხო შეიძლება 3-4 საათში მოგვარდეს ეს პრობლემა და აღარ მთელი ცხოვრება ამ პრობლემას გაიწევს. შეიძლება თქვათ არ მივიდეთ ამ პრობლემამდე და პრევენციულად რაღაცა ღონისძიებები ჩავატაროთ. დიახ, ამ კითხვაზე გიპასუხებთ აუცილებლად, მაგრამ ჯერ ბათუმთან დაკავშირებით ვიტყვი იმას, რომ რა თქმა უნდა, ზუსტად იგივე აპარატურა გვაქვს და ის თანამედროვე აპარატურა თბილისში გვაქვს კლინიკაში, იგივე გვაქვს ბათუმში. და ზუსტად იგივენაირად მიიღებს და იგივე ხარისხის მომსახურებას მიიღებს ჩვენი პაციენტი ბათუმში, ვიდრე ვიდრე თბილისში. პრობლემა ის არის, რომ ჯერ ძალიან შორს არის, მე მგზავრობა დამღლელია, ხო, ეს ერთი, მე მეორე. ანუ მე მედიცინა პაციენტის კომფორტზეა დღეს მოდგებული. და ფსიქოლოგიურად როცა შენთან ახლოს იკეთებ ოპერაციას, ხო, უფრო კარგია, ვიდრე ის რომ ჩახვიდე, მე უნდა ჩამოხვიდე, დასარჩენების როგორ აქვს. და თან იცი რომ შენი ყველა ახლობელი შენ გვერდით არის ფიზიკურად. ხო, ეს რა თქმა უნდა, ალბათ დადებით გავლენას იქნება. სახლ-სახლად გეთანხმებით აბსოლუტურად ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ეხლა ბოლოსკენ პრევენციაზეც გითხარით როგორ შეიძლება თავიდან ავირიდოთ ეს ამბავი. როგორც გითხარით, თუ არ იგვე იმედებით, მაგრამ მაინც თავიდან ავირიდო ეგ როგორ ვქნა. ხო, პირველი ასაც უსურვებთ ხოლმე რომ ჩვენი თავი არ დააჭიროს არავის და პრობლემა არის. კი, პირველი რაც არის, როგორც აღნიშნეთ, რომ ფაქტორები, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ, უნდა იყოს მოხსნილი. მაგალითად, თუ პაციენტს აქვს ცხოვრების წესი, დიდხანს დგომა, დიდხანს ჯდომა, მძიმეების საწევა, ხო? ესეთი თუ ამას მოვაცილებთ, რა თქმა უნდა, დადებით დაისახება ამ დაავადების მკურნალობაზე, ეს პირველი. მერე ესეთი აქტივობები, როგორც არის სურვა, ვარჯიში, ეს მოქმედებს დადებითად ამ დაავადების უკუ განვითარებას. ანუ მივდივართ მაინც ცხოვრების ჯანსაღწევას. პირველი არის ჯანსაღი წესი, მავნე ფაქტორების, რა თქმა უნდა, მოცილება და მეორე ნადრევი მიმართვის შემთხვევაში, როდესაც პაციენტი არის მოსული და მხოლოდ აქვს დასაწყისის თქვენთვისაც მარტივია ყველაფერი კლასიფიკაციას თუ გამოვიყენებთ, ხო? ამ შემთხვევაში მედიკამენტით, ელასტიური კომპრესიით და პერიოდულად შემოწმებებით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი 90%-ში ავარიდებთ გართულებებს, რომელთაც გაუმარტივებთ ცხოვრების გულწრფელად რო გითხრათ, მართლა გულწრფელად ვამბობ, ძალიან დამამშვიდებელია ერთი რიგითი პოტენციური პაციენტისგან იმის მოსმენა, რაც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ მართლა დღეს თანამედროვეობაში გარდა იმისა, რომ სპეციალისტები უნდა გპასუხობდნენ სათანადოდ ის, რომ ტექნოლოგია უნდა გპასუხობდეს სათანადოდ ეს ყველაფერი თქვენთან არის, ამას რომ ემატება ის, რომ კიდევ კომფორტი გაქვს, ის რომ რაღაცა შორგზაზე არის, რომ შენს პირად კომფორტზე მოერგო, მე მგონია, რომ კომპლექსურია კომფორტი ამ დროს და თქვენ თქვის არ ყოს ნუ დაგაჭიროს. თქვენი თქმა რომ თუ დაგჭირდით კი ვიცი სადაც უნდა გიპოვოთ. ძალიან დიდი მადლობა. დაგმშვიდობთ და ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენს და ჩვენს მაყურებელს.